მოგესალმებით მეგობრებო, დაგიბრუნდით AI Pulse Georgias მე-17 ეპიზოდით უკვე. მე თავად ვერ ვიჯერებ ამ რიცხვს რომ ამბობ, იმიტომ რომ ასე უცებ როგორ გავიდა ეს დრო და 17 ეპიზოდი როგორ დაგროვა და ვიღაცისთვის შეიძლება ჯერ არ არის მაინც და მაინც ბევრი, მაგრამ ჩემთვის მართლა ძალიან ბევრია რომ მოახერხეთ და 17 ეპიზოდი ჩავწერეთ. ფაქტობრივად კვირა არ გამოგვიტოვებია, ერთადერთი კვირა გამოვტოვეთ მარტო და მაგასაც როდესმე ავანაზღაურებ, ასე ვთქვათ. შესანიშნავი სტუმარი მყავს დღეს ჩვენს ეპიზოდში, ეკა ტაბატაძე. გამარჯობა ეკა, მადლობა კიდევ ერთხელ ძალიან დიდი რომ ჩაგვერთო ეპიზოდში. ჩემი აზრით შესანიშნავი ეპიზოდი გამოგვივა. მე ეკას LinkedIn-დან ვიცნობ, სულ ვაკვირდებოდი და სანამ მივწერდი, ასე ვთქვათ, მაგამდეც დიდი ხანია მინდოდა ეკას მოწვევა, იმიტომ რომ მივხვდი რომ ძალიან სერიოზულ ადამიანთან გვქონდა საქმე და ძალიან გამოგვადგებოდა ჩვენი ეპიზოდისთვის, იმიტომ რომ ძალიან კარგ გამოცდილებებს გააზიარებდა და მე რო ვისაუბრეთ მე და ეკამ მართლა დაურწმუნდი რომ ესეა, იმიტომ რომ შესანიშნავი გამოცდილებები აქვს სხვადასხვა ორგანიზაციაში და რაც მთავარია სხვადასხვა მიმართულებით, ჯანდაცვიდან დაწყებული, დაზღვევით გაგრძელებული და ფინანსურ ბუღალტრული სექტორით დამთავრებული ძალიან სერიოზული არეალია, ასე ვთქვათ, სხვადასხვა მიმართულების და პროექტის მენეჯმენტში, ადმინისტრაციულ პოზიციებზე და მერე უკვე ტექნოლოგიურ ნარევი სამუშაოები, ასე ვთქვათ, და გამოცდილებები, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ფუნდამენტურია და რაც ჩვენ ეპიზოდს ყველაზე მეტად უდგება, ასე ვთქვათ, თვითონ რა თქმა უნდა ეკა ბევრად უკეთ ჩამოაყალიბებს თავის გამოცდილებებს, მაგრამ როგორც ყოველთვის მე დასაწყისში რაღაცნაირად ჩემს მოტივაციას გიხსნით ხოლმე კონკრეტული სტუმარი რატომ შევარჩიე ჩვენი ეპიზოდისთვის და აი ეკასთან დაკავშირებითაც მინდა გითხრათ რომ ძალიან დამაინტერესდა ამ მომენტება რომ მრავალფეროვანი გამოცდილება აქვს სხვადასხვა მიმართულებით ეს ერთი ტექნოლოგიურ პროექტებზე უმუშავია ასე ვთქვათ საკმაოდ სიღრმისეულად და არა მარტო 20-22 წლის მერე როცა ჰაიპში წამოვიდა ხელოვნური ინტელექტი არამედ მაქამდეც და გარკვეული შეხება ქონია მანქანური სწავლების პროექტებთანაც და ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამ წუთშიც რაღაცნაირად ტექნოლოგიურ პროექტებთან ძალიან ახლოს არის და მოკლედ თვითონ გვიამბობს ამ ყველაფერს როგორც კი გადავალ მასთან საუბარზე სანამ დავიწყებდეთ რამდენიმე სიტყვას გეტყვით კიდევ როგორც ყველა ეპიზოდში გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი არხი აბსოლუტურად ყველა პლატფორმაზე დაწყებული YouTube-დან გაგრძელებული LinkedIn-ით, TikTok-ი, Spotify, Instagram-ი, Facebook-ი მაქსიმალურად ვცდილობთ და ვაკეთებთ, რომ ყველა პლატფორმისთვის შესაბამისი და დამახასიათებელი კონტენტი შევქმნათ AI-ის გარშემო. ვცდილობთ, შეიძლება ყოველთვის უმაღლეს დონეზე არ გამოგვდის, მაგრამ ვცდილობთ მაქსიმალურად, რომ ყველა პლატფორმას თავის ენაზე ვესაუბროთ და გამოიწერეთ ჩვენი არხები და აუცილებლად დაგვიტოვეთ უკავშირი, იმიტომ რომ ამასაც ყველა ეპიზოდში გიმეორებთ, თქვენი უკავშირი გზრდის და გვაუმჯობესებს. ყველაზე დიდი მხარდამჭერი ზუსტად ესაა, რომ თქვენ უკავშირს გამოთქვამთ. და მოკლედ დაგვიტოვეთ უკავშირიც და ერთადერთი დეტალი კიდევ ჩვენი ყველა ეპიზოდში ვამბობ ამასაც Geosoft-ი ჩვენი პარტნიორი მხარდამჭერი ასე ვთქვათ Google-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში ეს კომპანიაც უნდა აღინიშნოს რაც შეეხება დღევანდელ ეპიზოდს შეგვიძლია პირდაპირ გადავიდეთ ასე ვთქვათ ეკასთან და თვითონვე ჯერ თავის თავს წარმოგვიდგენს მოგვიყვება თავის შესახებ და შემდეგ უკვე რაღაცნაირად სტრუქტურაზე ვისაუბრებთ თუ როგორ წარიმართება დღევანდელი ეპიზოდი ჩვენი და რა საკითხებს მოვიცავთ და მოკლედ გვპირდებით ძალიან საინტერესო ეპიზოდს ძალიან კარგი რაღაცა გამოგვივა. მადლობა კიდევ ერთხელ ეკა ბოდიში ცოტა გრძელი სიტყვა გამომივიდა შეგვიძლია დავიწყოთ მოკლედ. მადლობა რომ ჯერ პირველ რიგში რომ ესეთ საინტერესო პოდკასტს აკეთებ და ძალიან ბევრი ადამიანისთვის მნიშვნელოვანია რომ ყოველდღიურად რაღაცა სიახლე მათ შორის ქართულ ენაზეც მოისმინოს, იმიტომ რომ სხვა მასალა არის თავისთავად ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ ყველგან მე მგონი ვეღარსად ვეღარ დაემალება, მაგრამ ქართულ კონტექსტში არ ვარც ძალიან ესეთი წახალისებული და არ არის ბევრი ინფორმაცია ხოლმე სიტყვები, მოკლედ ძალიან მნიშვნელოვანია რომ არის შენი პოდკასტი და ძალიან კარგი საქმეს აკეთებ. მოკლედ ეს არის ინვესტიცია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. მე ამის მადლობა ძალიან დიდი. ხარდამჭერი სიტყვა იყო, ბევრს ნიშნავს, მადლობა დიდი. რაც შეეხება ჩემს რა ვიცი გამოცდილებას, ჯერ დავიწყებ იმით, რომ ჩემი თავარი მიღწევა არის, რომ ვარ სამი შვილის დედა და მიუხედავად ამისა, რაღაცა სულ ვცდილობ არ ჩამოვრჩე
საქმიანობას 21 წელია უკვე რაც მუშაობ და ბევრნაირი საქმესთან მქონდა შეხება, მაგრამ რაღაცა სულ ვცდილობდი რომ ყოფილიყავი რელევანტური იმ დროისთვის, რა დროშიც მიწევდა მუშაობა. შენ კი გითხარი, მაგრამ მაინც კიდევ ერთხელ გავაჟღერებ, რა ვიცი, ჩემთვის თვლი საკმაოდ არ ვიცი, ზარმაც რამდენად შეეფერება ამ მდგომარეობას, მაგრამ სულ ვცდილობ ხოლმე რომ რაღაც გავიმარტივო, გავაუმჯობესო, მინიმალური ძალისხმევით მაქსიმალური გავაკეთო, მოკლედ რაღაცა სახლის ერთი კუთხიდან და ბოლოდან რომ მეორეში მივდივარ, იმას ვფიქრობ, რომ პარალელურად რა შეიძლება რომ გავაკეთო, რომ ერთ წამსვლაზე მოკლედ მეტი რაღაც შედეგი დავდო და მიუხედავად რომ ეს არ იყო რაღაც დიდი ტექნოლოგიური პროექტი და ვერ ვიტყვი რომ ეხლა რაღაც ინოვაცია იყო იმ დროისთვის, მაგრამ ერთ-ერთი ჩემი პირველი გამოცდილება ავტომატიზაციასთან იყო. რა ვიცი, ძალიან დიდი ხნის წინ, 20 წლის წინ, როდესაც მუშაობდი ერთ-ერთ უნივერსიტეტში, ერთ-ერთ ტოპ უნივერსიტეტში, მიწევდა ბევრ სტუდენტთან კომუნიკაცია მიღებასთან დაკავშირებით, ნიშნებთან დაკავშირებით, გამოცდებთან დაკავშირებით და, საკმაოდ რუტინული იყო ეს და რო წარმოვიდგინოთ, სადღაც წელიწადში 1000 სტუდენტთან მიწევდა კომუნიკაცია და ესეთი ავტომატიზაციის ხელსაწყო მომაფიქრებინა მაშინდელმა ჩემმა კოლეგამ და ეხლა ერთ-ერთი დიდი ბანკის მნიშვნელოვანმა ტექ ფიგურამ, რომ Word-ის, Excel-ის და Outlook-ის მეშვეობით გავაკეთეთ რაღაცა email ავტომატიზაციის ფორმა, რომლის მეშვეობითაც, რაღაც Excel-ში ქონდა მონაცემთა ბაზა, ნიშნები, საკომუნიკაციო დეტალები, საკონტაქტო, Word-ში ქონდა აწყობილი რაღაც შაბლონური ტექსტების ფორმა და Outlook-ით ვაგზავნიდით ხოლმე და ესე რობოტულად იგზავნებოდა მოკლედ თითოეულ სტუდენტთან თავისი შეფასება თუ რაიმე კომუნიკაცია რაც გვჭირდებოდა, მოკლედ მორგებული მის შესაბამის პროფილზე და ხშირად იცინოდნენ ხოლმე ჩემი სტუდენტები, რომ ჩვენო ეკაო რაღაცა რობოტი მგონი და რომ ხოლმე მოკლედ ეს ძალიან ხუმრობა იყო, რომ ანუ იმდენად ხშირად მისდიოდათ მოკლედ რაღაც ესეთი ავტომატური მეილები და ანუ მე პირადად ამ პატარა გადაწყვეტა მოკლედ იმ დროს ძალიან ეფექტური გამხადა, იმიტომ რომ რა თქმა უნდა იმ სხვა დროს ვახმარდი უკვე რაღაცა სხვა უფრო რელევანტურ სამუშაოს. რაც შეეხება ეხლა უშუალოდ რაღაცა ტექნოლოგიურ განვითარებას და იმას, რაზეც რეალურად შევიკრიბეთ ჩვენ და გვინდა რომ რაღაცა უფრო მეტად ნათელი გავხადოთ ჩვენი აუდიტორიისთვის, რა სიტუაცია მოკლედ ამ ხელოვნური ინტელექტის ჰაიპის, ასე რომ ვთქვათ, ციებ-ცხელების კუთხით მსოფლიოში, რა ვიცი, მე მგონი დღეს არ არის ადამიანი, რომელიც რაღაც კუთხით არ არის ამ ციებ-ცხელებაში მონაწილე, რა ვიცი, მე მგონი ყველაზე ესეთი მანუალური რაღაცა დასაქმებული პიროვნებაც კი რაღაცა AI tools იყენებს. ძალიან ხშირად ისე იყენებენ ხოლმე, საერთოდ ვერ ხვდებიან, რომ იყენებენ. ზოგი ხდება, მაგრამ მეორე გადაწყვეტა ახლა ისე არის ხო, გაკეთებული, რომ თითქოს შენ ყოველდღიურობაში ხარ, მაგრამ რეალურად ამის უკან AI დგას. თუნდაც რაღაცა Netflix-ი რო გაჩვენებს შენთვის რელევანტურ ფილმებს, რა ვიცი, Spotify რო გაჩვენებს შენთვის რელევანტურ მუსიკას, ხო, რაღაც Google-ში რო რაღაც Google-ის უკაზე რო რაღაცას ეძებ და იქ რაღაცა შენი პროფილიდან გამომდინარე დაძლევს შესაბამის რეკომენდაციებს, ხო, ან რა ვიცი სასტუმროების ძიების საიტებზე და ასე შემდეგ. ანუ ბევრი ადამიანი გაუთვითცნობიერებლად იყენებს AI ხელსაწყოებს, რა თქმა უნდა, ბევრი გათვითცნობიერებლად უკვე კონკრეტულ რაღაც გადაწყვეტებს მოიხმარს პირადი ან რაღაცა საქმიანი მიზნობრიობით. დარგი არ არის, რა ვიცი, სოფლიოში, სადაც AI არ შეიჭრა და რაღაცა ცვლილება არ მოახდინა. ჯანდაცვაში რო ვთქვათ, უამრავი ხელსაწყოებს ახლა უკვე ჯანდაცვის მიმართულებითაც მაგათად კიბოს ადრეული დეტექცია, კომპიუტერული ტომოგრაფიის ანალიზი, ჩატბოტებზე და რეკომენდაციებზე აღარ მაქვს საუბარი, ხა ეს რაღაცა პირველი ის იყო ტალღა, ხო, როდესაც დიდი ენობრივი მოდელები დაინერგა, ძირითადად ხა ეს საკომუნიკაციო და სარეკომენდაციო ნაწილი, მოკლედ თავიდანვე პირველი იყო, რაც აითვისეს, ხო? ფინანსებშიც, რა ვიცი, გლობალური გიგანტები, აქციების, ფასების პროგნოზირების იქნება თუ ნებისმიერ სხვა რისკების გამოვლენის კუთხით, ტრანზაქციების უსაფრთხოების კუთხით თუ ასე შემდეგ, რა ვიცი, ყველა ესეთი დიდი ორგანიზაცია იყენებს მაგათად, რა ვიცი,
ერთ-ერთ საბარეთ სისტემას მასტერკარდს ვიზასაც ისეთი გადაწყვეტები აქვს უკვე გაკეთებული ამ AI-ის მეშვეობით საბარეთ ტრანზაქციებზე, რომ ფაქტობრივად უმრავლეს ვთქვათ სარისკო შემთხვევებს გადახდებს პირდაპირ იჭერს და მაქსიმალურად იცავს მომხმარებელს ამ შემთხვევაში რაღაც არასწორი ტრანზაქციისგან, ხო? განათლებაში, რა ვიცი, უნივერსიტეტებიც იყენებენ ლექტორებიც აქტიურად. მგონი ხელით ტესტებს აღარავინ აღარ აგენერირებს კონკრეტულად უფრო ტესტების ვერსიებს ყველა დიდმა და ფინანსურად ხა ცოტა მდგრადმა საგანმანათლებლო დაწესებულება იქნება ეს თუ ვთქვათ აპლიკაცია Duolingo, ყველამ დანერგა AI გადაწყვეტები და ტიუტორები ყავთ უკვე AI ტიუტორები და ასე შემდეგ, ანუ რაღაც ისეთი მომენტი დადგა, რომ თუ არ გაქვს AI გადაწყვეტა შენს პლატფორმაზე ატვირთული, ასე ვთქვათ, დაინტეგრირებული უკვე ტეხავს. ანუ გამორჩენილი ხარ რაღაცას უკვე კი. ზუსტად ესე არის, აი სამშენებლო კუთხითაც ხა ისეთი სიახლეები არის დანერგილი, მე თვითონაც რო ვათვალიერებ ხოლმე, ვიკვირს, მაგრამ თან მიხარია, რომ ესეთი სიახლეები არის, ну განსაკუთრებით ხა იმ ქვეყნებში, სადაც მასშტაბი დიდი, ანუ ყოველთვის მასშტაბი განსაზღვრავს ხოლმე, ხო, რაღაც სიახლის დანერგვის შესაძლებლობას. მაგალითად, ხა ისეთ ქვეყნებში, სადაც სასამჯენებს აკეთებენ, სამშენებლო სექტორში ძალიან შესული არის ტექნოლოგიური გადაწყვეტები და AI გადაწყვეტები, როგორც ვთქვათ, სამშენებლო პროექტის დაგეგმვის და მართვის კუთხით, ასევე აი თითეული, ასე ვთქვათ, მუშა ყავთ დაცეკილი, ასე რომ ვთქვათ, ყველას აქვს ჩიპი, რომლითაც ხდება მათ ტასკების მიესაინება, მე რაღაცა შეცდომების გამოვლენა, გადაცდენების გამოვლენა, ამის ასახვა შესაბამისად საპროექტო გეგმებში, ამ გადაცდენების მართვა და ნუ აი რა ვიცი, ძალიან წინ არიან წასულები, მაგრამ ამის გარეშე მოკლევადაში ესეთ დიდ პროექტს ვერც გააკეთებ, ხო? ისიც მინდა რომ თქვა, რომ ეხლა როგორც ყველაფერს, ანუ ყველაფერ სიახლეს, ტექნოლოგიურ სიახლეებსაც გარკვეული რისკები ახლავს. თუ ეს რაღაცა გამოყენება არ ჩავარდა კარგ ხელში, ასე რომ ვთქვათ, ხო? ანუ ზოგიერთი, ვთქვათ, ქვეყანა ან შეიძლება კომპანიაც გარკვეულ მონაცემებს, რომელიც აქვს ჩვენს შესახებ, პირადი მიზნებისთვის იყენებს, ასე რომ ვთქვათ, და შეიძლება ხშირად დაცული არ იყოს ხოლმე მომხმარებლის მონაცემთა უსაფრთხოება და ეს არის მოკლედ ერთ-ერთი დიდი რისკი, რამდენადაც ჩვენ ბევრ ინფორმაციას ვაზიარებთ ჩვენზე და ვართ ჩართული და მომხმარებლები ამა თუ იმ ვთქვათ სიახლეში, შესაბამისად ეს ჩვენი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ორგანიზაციებისთვის და უკვე მერე იმ კომპანიის და იმ ვთქვათ სახელმწიფოს მაღალ სტანდარტზე და კეთილსინდისიერებაზე არის დამოკიდებული ამ ინფორმაციის სწორად გამოყენება. ეს რისკი ბიზნესებსაც უდგათ, ეხლა ძალიან ბევრი სკანდალი იყო მაგალითად იმაზე, რომ პირობითად რაღაც ფინანსური ანგარიში შეტვირთა ვიღაცამ ChatGPT-ში და კომპანიის მონაცემები გაიტანა ესე და ან თვითონ რაღაც კითხა და უნდა და ანალიზის გაკეთება მომხმარებელს, ანუ გაუთვითცნობიერებლად, ასე რომ ვთქვათ. თუმცა რეალურად ეს ინფორმაცია მოხვდა უკვე მონაცემთა ბაზაში და მისი გამოყენება და ნახვა შეეძლო ვთქვათ სხვა პირებსაც, ხო, ვინც ვთქვათ რაღაც რელევანტურ პრომპტებს გაუშვებდა, ან კითხვებს დასვავდა შესაბამის ხელსაწყოში. ამიტომ მონაცემთა უსაფრთხოებაზე ყველა ადამიანმა უნდა იფიქროს თვითონაც, ორგანიზაციამაც უნდა იფიქროს და სახელმწიფომაც შესაბამისად და ამისთვის ახლა ეს ბევრი ინიციატივა არის მსოფლიოში ყველა ქვეყანაში, რომელიც რაზრუნავს თავის მოქალაქეებს და ნუ კომპანიებშიც ცდილობენ, რომ რაღაც შესაბამისი პროცედურები განერგონ, რომ ესე უკონტროლო არ იყოს AI-ის გამოყენება, თუმცა ნახოთ ხა ჯერ სადამდე მიგვიყვას, აი ახლა ვართ რაღაცა პირველ ფაზაში, ასე რომ ვთქვათ, AI-ის ხელსაწყოების გამოყენების და დანერგვის და ნუ ბევრი შეცდომები იქნება და ამ შეცდომებზე ვისწავლეთ საბოლოო ჯამში. 1-2 სიტყვით იმასაც მინდა შევეხმარე, როგორ იღებენ უცხოეთში გადაწყვეტილებას რაღაც AI ხელსაწყოების ან შექმნაზე ან შეძენაზე, ცოტა შედარებით დიდი კომპანიების ჭრილში. ნუ როგორც წესი, ამას ბორდის დონეზე ხდება ხო გადაწყვეტილებას მიღება, იმიტომ რომ მაინც AI დანერგვა არის გარკვეულ დიდ ხარჯებთან დაკავშირებული და ასოცირდება ვთქვათ დიდ ხარჯებთან და ბორდის წევრებს ახლა რაღაც ისეთი ხუმრობაა ხოლმე, რომ ახალი თავის ტვილი უჩნდათ, იმიტომ რომ ადრე თუ რაღაცა ტექის დეტალებში უწევდათ გარკვევა, ეხლა AI-ის დეტალებში უნდა გაერკვნენ და ძირითადად არის ხოლმე რაღაც ბორდებზე გამოყენება, ვთქვათ რაღაცა AI ხელსაწყოების, მაგრამ ცოტა სერიოზულად რომ მიუდგე, მოკლედ მათი მხარდაჭერა თუ არ იყო, ისე ძალიან რთულია რომ განახორციელოს საშუალო დონის მენეჯერმა რაიმე AI პროექტი და ან მათი დარწმუნება მოკლედ ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე რომ პროექტი წარმატებული იყოს, იმიტომ რომ ისინი თუ არ ყავს on board და ისინი თუ არ გიჭერენ მხარს აი საერთაშორისო სტატისტიკაც რო გითხრათ 1-2 სიტყვით,
ძალიან დიდი თანხები არის დახარჯული, სადღაც 300 მილიარდამდე არის დახარჯული, ჩაინვესტირებული, ასე რომ ვთქვათ, AI პროექტებში და, როგორც ამბობენ, ეს საერთაშორისო სტატისტიკაა და სადღაც 40% არის მხოლოდ ისეთი, რომელმაც აი საპილოტე პროექტებამდე მიაღწია და 5%-ია, რომელთაც უკვე წარმატებულად გადავიდა business as usual-ში და ანუ ჩაითვალა, რომ აი პროექტი წარმატებით დაინერგა. ანუ მაინც დიდი არის ჯერჯერობით წარუმატებელი პროექტების რაოდენობას, მაგრამ ეგეც ბუნებრივია, იმიტომ რომ ნებისმიერ სიახლე როცა ინერგება, ეგრევე წარმატებული ვერ იქნება ყველა кейსზე. იცი რა იკა, ძალიან საინტერესო არ გაწყვეტილებდი, ძალიან საინტერესო საკითხი წამოჭერი. ძალიან ბევრს ვფიქრობ ამ ბოლოს მაგ საკითხს, ზუსტად როგორ ითარგმნება ხელოვნური ინტელექტის ამხელა ინვესტიციები და ამხელა ძალისხმევა, რასაც ვდებთ რეალობაში და მეც არ ვიცი ხა რამდენად რეალურია ის, მეც ძალიან ბევრნაირ კვლევას წავაწყდი, რასაც შენ ამბობ, ზუსტად ანალოგიური, რომ ძალიან სკეპტიკური დამოკიდებულებები, ანუ ძალიან მცირეა ამონაგები, ასე ვთქვათ, და ძალიან სკეპტიკური დამოკიდებულება მომავალზეც, რომ რეალურად რა ამონაგებს მოიტანს. ასეთ რაღაცას ვფიქრობ, რა ამ ჰაიპმა გამოიწვია ჩემი აზრით კონცენტრაცია და ფოკუსირება უფრო იმაზე მსოფლიოში, რომ ყველას თავისი მოდელი შეექმნა, ვიდრე ეზრუნა იმაზე, რომ ასე ვთქვათ, ეს პროექტები ორგანიზაციებში დანერგულიყო, ასე იმპლემენტირებულიყო და რაღაცა შედეგებზე თულა გაკეთებულიყო რა. ეხლა რაღაცნაირად ფაზა დადგა იმისა, რომ გუნდებმა რა თქმა უნდა ვიღაცები მოდელებზეც იფიქრებენ კი მაგაზე კი არ არის საუბარი, მაგრამ გუნდებმა საჭიროა რომ იფიქრონ აქტიურად და ადამიანებმა როგორ დანერგონ ესენი ორგანიზაციებში და როგორ განახორციელონ პროცესების ოპტიმიზაცია. რაზეც ჩვენი პოდკასტია და რაზეც სულ ამაზე ვსაუბრობთ, როგორ გადავთარგმნოთ ეს რეალურად შედეგებზე რა. იმიტომ რომ უკვე არის შექმნილი რაღაცა ისეთი ციფრული ხელსაწყოები, რაღაცა ისეთი AI მოდელები, რომლებიც უზრუნველყოფენ უკვე ამას, ტექნოლოგია უკვე არის იმ დონეზე განვითარებული რაღაცა კუთხით, რომ შეგვიძლია ამ ყველაფრის ინტეგრირება უკვე. რა თქმა უნდა, ყოველდღე უფრო ვითარდება და ვიღაცები უნდა ზრუნავდნენ, რა თქმა უნდა, მაგაზე და ინვესტიციები უნდა იდებოდეს, რომ გაცილებით უფრო მარტივი გახდეს ტექნოლოგია, მაგრამ იმის თქმა მინდა, რომ უკვე არის იმის საშუალება და იმ დონეზე განვითარებული, რომ ამ ყველაფერზე რაციონალური, პრაგმატული დაფიქრება მოხდეს და ამ ყველაფრის იმპლემენტაცია მოხდეს ორგანიზაციებში რა. ჩემი აზრით, რაღაცა მომენტში ალბათ მე ველი რომ დაიკლებს ეს ინვესტიციები, ასე ვთქვათ, ახალ მოდელებში და ახალ ესეთ AI პროექტებში და უფრო გადაინაცვლებს ეს ინვესტიციები უშუალოდ ორგანიზაციებში, რომ დაინერგოს AI პროექტები და გაითვალოს რა შედეგებს მივიღებთ ამ ყველაფრით რა. ფეხა ფაქტია, რომ შედეგებს რომ მივიღებთ, მაგაზე ორი აზრი არ არსებობს, უბრალოდ რამდენი მოდელიც არ უნდა შეიქმნას და როგორც არ უნდა განვითარდეს ტექნოლოგია, თუ ზრუნვა და ძალისხმევა არ მოხდა იმაზეც, რომ ორგანიზაციაში დაინერგოს და ადამიანებმა გამოყენება ისწავლონ და ორგანიზაცია ამ რელსებზე შედგეს, აზრი არ აქვს. ის ტექნოლოგია იმისთვის ხო არ გვინდა, რომ შემოვდოთ კარადის თავზე, ასე ვთქვათ და რაღაცა უყუროთ. ხო, გვინდა რომ რეალურად გადაისახოს შედეგები. ეს ახლა AI პროექტებზეც რო არ წავიდეთ, ანუ შეუულებრად ახლა რაც იყო კლასიკური ტექ პროექტები, იქაც იგივე რისკები იყო ზუსტად, რომ ძალიან ხშირად ხდებოდა, რომ რაღაცა თქვათ დეველოპმენტის გუნდი აკეთებდა რაღაც სიახლეს ვიღაცის დაკვეთით, თქვათ ბიზნესის დაკვეთით, ზემდგომის დაკვეთით და მე ჩვეულებრივ გამოყენებლამდე იუზერამდე არ ვიდიოდა ეს ხალხისგანად, არ ხდებოდა სწავლება და ასე შემდეგ და ეგ იყო ხოლმე ერთ-ერთი მთავარი გამაპირობებელი იმის, რომ ის ტექ პროექტების ვარდებოდა და აქაც იგივე და უარესად კიდე, იმიტომ რომ ანუ ბევრად მეტი ინვესტიცია იდება და ბევრად შეიძლება რთული იყოს ვიღაცისთვის ანუ ჩვეულებრივი სამუშაოსგან განსხვავებით თქვათ ამ ტექნოლოგიის გამოყენება და თუ ძალიან კარგად არ მოხდა მისი დანერგვა და სწავლება და გამოყენების მონიტორინგი და აი ამის შემდეგ უკვე თქვათ რაღაც ცვლილებების მოხდენა, რა ვიცი, რა თქმა უნდა, იქნება მე უკმაყოფილება და ზოგადად ეს ხო რაღაც კლასიკა არის, ანუ ყოველთვის რაღაც სიახლე რო შემოდის, ჯერ რაღაცა ხალხი გიждდება, ცდილობს გამოიყენოს, მერე ჩადის ქვევით, რაღაც დეპრესიაში ვარდება, იმიტომ რომ ისეთი შედეგები არ აქვს, როგორიც უნდა და მერე უკვე რაღაცა საშუალო განვითარების დონეს აღწევს და სტაბილურდება სიტუაცია და შესაბამისად აქაც ალბათ ეს სიტუაცია გვაქვს, ეს სურათია ეხლა. ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც ახსენე ძველი პროექტები და მაგაზეც მინდა ჩემი შეხედულება თქვა. აი რა განსხვავებებია, რა უპირატესობები, რა ნაკლოვანებები ძველ ტრადიციულ პროგრამულ პროექტებთან შედარებით ეს ახალი AI პროექტები. პირველი, ჯდება უფრო იაფი AI პროექტები და იდეაში
იდეაში გამოსაყენებლად არის უფრო მარტივი ვიდრე ტრადიციული დიდი ერთიანი მონოლითური პროგრამული პროექტები, მაგრამ იმდენად მრავალრიცხოვანია ეს AI თულები და იმდენად შედარებით ფრაგმენტულია ჯერჯერობით და არ არის შექმნილი ერთიანობები, რაღაცა კუთხით მაინც რთულდება ეს ყველაფერი და აბნევს ადამიანებს რა ეს, მაგრამ საბოლოო ჯამში როგორც ტექნოლოგია, როგორც აი მთელი სივრცე რო ავიღოთ, ასე ვთქვათ, ძველ პროექტებთან შედარებით, ჩემთვის არის ბევრად უფრო მარტივი და ბევრად უფრო გასაგები და ბევრად უფრო ეფექტური რა. ის ჯდებოდა ძვირი ძალიან. თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ შენ არ ხარ საშუალო სტატისტიკური მომხმარებელი, ხო? მესმის კი. ადვილია, მაგრამ ანუ რიგითი თანამშრომლისთვის შეიძლება ეგეთი მარტივი არ იყოს. იქ რაღაცა ოპერაცია აქვს დამახსოვრებული და იმას აკეთებს განმეორებითად და ახალი სწავლა რო უწევს, ეს მას გარკვეულ დისკომფორტს უქმნის. მესმის, სრულად მართალი ხარ, რასაც ამბობ, აი ეგეც აღვნიშნე, რომ მრავალრიცხოვანია ეს AI პროექტები, ეგერთი პრობლემა არ არის რაღაცები გაერთიანებული, ეხლა მიდის პროცესი, რომ რაღაცები გაერთიანდეს და რაღაცები უფრო მიიღოს სტრუქტურირებული სახე, გადაებას ერთმანეთს, ჩამოყალიბდეს. აი ეხლა ხო ანუ 1 2 3 AI tools თუ იყენებ, ეს წარმატებული შემთხვევა არ არის რა, იმდენად სრულ გამართული ორგანიზაციული მუშაობისთვის. ხო გჭირდება 5, 6, 10, 15-იც კი შეიძლება დაგჭირდეს, იმიტომ რომ ყველას აქვს თავისი უპირატესობები და ის უკვე რაღაცა დაბნეულობას იწვევს რა. ანუ რაღაცა თავისი კომპლექსური საკითხები აქვს. ჩემი აზრით, მეორე ნაკლოვანებაც არის, ნუ ეს ტექნოლოგიის ბრალი არ არის. ეკა მე ვფიქრობ, რომ ჯერჯერობით ხელოვნური ინტელექტის სრული პოტენციალის გამოყენების user case-ი სოფლიო მასშტაბითაც კი არ არის გაშიფრული. ანუ არ არსებობენ ჩემი აზრით ბევრი პროფესიონალი არ არსებობს, რომელსაც ჩამოყალიბებული ხედვა აქვს ბიზნესისთვის, ორგანიზაციისთვის კონკრეტულად რა სარგებლის მასშტაბურად რა სარგებლის მოტანა შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს. იმიტომ რომ ეს ყველაფერი დაკავშირებულია იმასთან, რომ ბევრმა ადამიანმა იცის ხელოვნური ინტელექტი როგორ გააკეთოს, ასე ვთქვათ, პროგრამულ დონეზე, თუმცა პროგრამულ დონეზე გაკეთება საკმარისი არაა, რომ შენ ბიზნესს და ორგანიზაციას და რაღაცა საერთო სარგებელის შექმნაში შენი წვლილი შეიტანო, მაგით კი რაღაცა აგურსდებ, რომ ამ პროგრამულ უზრუნველყოფას აკეთებ, მაგრამ ანუ ტექნოლოგია შემოგაქვს, ასე ვთქვათ, მაგრამ იქ მთავარი user case-ებია, ანუ გამოყენების მაგალითები, რომელიც არის ულევი, ასე ვთქვათ, ორგანიზაციულ კონტექსტში და ეს ყველაფერშიც თუ არ მონაწილეობ და თუ რაღაცა დახმარებას არ უწევ ორგანიზაციებს, აი ეგ მაინც პრობლემა და ეს არ მგონია მარტო საქართველოს პრობლემა. მე მგონია რომ რაღაცა მსოფლიოს პრობლემაა. ჯერჯერობით იმდენად ახალი და სწრაფად განვითარებულია ტექნოლოგია, რომ რაღაცა ვერ ჩამოყალიბდნენ ნორმალურად პროფესიონალები, რომლებიც ამის კარგ ტრანსლირებას და იმპლემენტაციას მოახდენენ ბიზნესებსა და ორგანიზაციებში. სტატისტიკაც რო აიღო, სადღაც 10% არის უხეშად რო ვთქვათ, რაღაც ტექნოლოგიური კომპანიები, ვინც თვითონ აპოზიციონერებს, შეიძლება არ ვიცი, კონსალტინგ კომპანია იყოს, მაგრამ აი ტექნოლოგიურად რო აპოზიციონერებს თავისთავად, ყვან ბანკი იყოს ტრადიციულად, მაგრამ რაღაც ტექნოლოგიური მმართველობა ქონდეს არჩეულად, სადღაც 10% არის ასეთი და თანაშინე 90% არის, არ ვიცი, თქვათ, ფირმა ან რა ვიცი, სალონი, რომელიც არ არის ახლა ესე ტექნოლოგიაში ჭიპმოჭრილი და შეიძლება მისთვის არ იყოს ესეთი მარტივი, რომ რაღაცა AI ხელსაწყო დაანერგოს და მოგეთ ეს არის რაღაცა სტრატეგიის ნაწილი უნდა იყოს კომპანიის. რა ხედავ თუ არა შენ თავს და შენ ორგანიზაციას ამ სტრატეგიულად რომ ამ მიმართულებით გჭირდება მოკლედ განვითარება, იმიტომ რომ ახლა ვინც არის მეტნაკლებად ჩართული და აკვირდება პროცესების განვითარებას, ხო? ანუ გარკვეულწილად რაღაცა ფოთი გიფრობს ხოლმე. ხო, მეც მქონდა ეგეთი მომენტი. ძალიან ბევრი რაღაც საინფორმაციო არხი მაქვს გამოწერილი, რომელიც რაღაც mail newsletters მიგზავნის, ან შეტყობინებას მიგზავნის სხვადასხვა არხებში და მამცნობ თქვა რაღაცა სიახლის, ხო და აი ყველაფერს რო ეცნობიოს გამასალას, მე გიპრობს რაღაც წუხილი და ხოთვა, რომ აი დავეწევი მე ამ სიახლეებს და რეალურად ანუ რაღაც სტრატეგია უნდა აირჩიო რა, რისი გაკეთების სურვილი გაქვს, მე რისი გაკეთების შესაძლებლობა გაქვს, რისი გაკეთების ფინანსები გაქვს და საერთოდ რამდენად სასარგებლო იქნება ეს შენი საქმიანობის, შენი ბიზნესისთვის რა, იმიტომ რომ რა ვიცი, დღემდე არსებობენ ახლა ბევრი კომპანია და ბევრი ორგანიზაცია და ბევრი ბიზნესია, რომელიც თუნდაც იმ ძველ კლასიკურ ტექნოლოგიასაც არ იყენებს და ისევ შვედურად ცოცხლობს რაღაცას საქმიანობს რა. ეგეც სტრატეგიის ნაწილია, რომელიც ახლა თუ თქვა ზედარგოლიდან არ მოხდა ამის მიმართულების მიცემა, მე ქვევით უკვე ვინც არიან რაღაც
რეალურად შემსრულებული ხო ეს საშუალო რგოლის მენეჯმენტი იქნება თუ რიგით თანამშრომელი, ამის გარეშე უბრალოდ ძალიან გაჭირდება, ვთქვათ, რაღაც სიახლის შემოტანა კომპანიაში. დღეს ვკითხულობდი სხვათა შორის კიდე და ძალიან მომეწონა ესეთი power of not yet. ანუ ვიღაცისთვის უბრალოდ ჯერ ადრეა ამის გაკეთება, იმიტომ რომ ვთქვათ, ის კომპანია არ არის ჯერ მზად, რომ ვთქვათ, ეს სიახლე დანერგოს. ანუ ესეც ნორმალურია რა, თუ შენ მაგ გადაწყვეტილებას იღებს, რომ მე ახლა ამ წუთას ვთქვათ რა, ამ სიახლის დანერგვის არც ვთქვათ ინტელექტუალური შესაძლებლობა მაქვს, არც რესურსი მაქვს, არც ფული მაქვს, არა უშავს რა, უბრალოდ მათ სულ უნდა ითვალისწინებდა იმას, რომ დღეს თუ თუნდაც რაღაცა პატარა მიკროდოზით ამ სიახლეს ან გავხრელურ უნიტეტთან რაღაც შეხება არ გაქვს, აი გზელოდიანად ძალიან უკან იქნები რა და შეიძლება ხარ რაღაც მასშტაბური პროექტი ვერ გააკეთო, შენი AI გადაწყვეტა ვერ შექმნა, მაგრამ რაღაცა პატარა ინვესტიციას უნდა აკეთებდე, თუნდაც რაღაც მენეჯერი მაინც უნდა, ანუ რაღაც გლობალური იქნება თუ გენერალური მენეჯერი, მინიმუმ თვითონ მაინც უნდა სწავლობდეს, ერკვეოდეს, რა შესაძლებლობებია, რაღაც ცოდნას აგროვებდეს, რომ მე შეძლოს თქვა საჭირო მომენტში ეს ცოდნები, ეს რაღაც use case-ები თავის კომპანიაში გადმოიტანოს. რა ხა თუ საერთოდ ისე ხარ განწყობილი, აი მე ხლა ეს არ მეხება და მე გავაგრძელებ ისე როგორც მუშაობ, ანუ რაღაც მომენტში აუცილებლად შეგეხება და თუდაც თან. ამიტომ მე ყოველთვის რაღაც ესეთი მიდგომა მაქვს, რომ პატარ-პატარა ცვლილებებით რაღაც დაგეგმო, თქვა შესამჩნევი ნაბიჯები, თუ ეხლა რაღაც დიდი კომპანია არ არის და დიდი რესურსი არ აქვს. ეკა ძალიან კარგად გქონდა დიფერენცირებული სხვადასხვა ზომის კომპანია ამ მხრივ და მინდა რომ ეს განმარტო რა, აი ეს ხშირად დაბნეულობას იწვევს ხოლმე და ხშირად ვხსნით ხოლმე, მაგრამ შენი მხრივ რომ განმარტო ეს ამბავი სხვადასხვა ზომის კომპანიაზე AI პროექტებთან დაკავშირებით. ხო, ანუ, აი ყველაზე პატარა კომპანია რო წარმოიდგინო, რა ვიცი, 10 ადამიანამდე მაგალითად რომ მუშაობს, რაღაც ტიპიური ვთქვათ, რაღაც მარკეტინგული სააგენტო. სხვათა შორის მაგის თქვა მინდოდა, რომ ყველაზე პირველი ადაპტაცია გააკეთეს ამ ხელშეწყობების თვითონ ტექ კომპანიებმა, დეველოპერ კომპანიებმა, იმიტომ რომ უდიდესი ნაწილი კოდის უკვე ხელოვნური ინტელექტის მიერ იწერება. ამას მოყვა მე მარკეტინგული კომპანიები, იმიტომ რომ მარკეტინგული სერვისის გამწევი კომპანიები, იმიტომ რომ ისინი ძალიან ახლოს არიან ტექთან და მე მიყვან უკვე სხვა დარგები რა და თუ ხარ რაღაც საშუალო პატარა კომპანია, რაღაც 10 კაცამდე ძალიან მარტივად შეგიძლია უბრალოდ გამოიყენო მზა სოლუშენები, რომლებიც არ არის ძალიან ძვირი, ხა არ დაიწყო შენი რაღაც გადაწყვეტის მოფიქრება, გამოიყენო უკვე მოფიქრებული, უკვე ასე ვთქვათ, მას მოხმარებაზე გათვლილი სოლუშენები და ამით გაიმარტივა ცხოვრება, ხო, ეს იქნება, რა ვიცი, რაღაც კონტენტის გენერაცია, პროექტის შექმნაში დახმარება თუ ნებისმიერი სხვა რაღაც ინვოისის მომზადება თუ ასე შემდეგ, ხა ამას წინათ მეუბნებოდა ვიღაც ნაცნობი, რომ რაღაც ჩემ კომპანიაშიო, რაღაცა ესეთი ტიპიური რაღაც მაგალითად შვებულების ფორმა ისე Word-ში იწერებაო და შვებულების ფორმის დაწერის ძალიან ბევრი ტექნოლოგიური გადაწყვეტა არსებობს და მე ეს დაწერილი შვებულებები რაღაცა HR-ს შეყავს Excel-ში და იქიდან იწვის კომპანიაში თანამშრომელს ამდენი შვებულების დარჩენი და ასე შემდეგ. ანუ რაღაცა ისეთი მარტივი გადაწყვეტები მოკლედ, რომელიც არ არის ძვირი, მე უფრო პროექტების მართვიდან მოვდივარ და უამრავი საშუალება არის, ხო? Notion-საც აქვს AI, ClickUp-საც აქვს, Mandy-საც აქვს, აი პროექტის მართვის თულებს, ხო? ახლა Microsoft-ი ძალიან აქტიურად მუშაობს, რომ თავის ტრადიციულ გადაწყვეტებში ახლა Excel-ი იქნება თუ პროექტი თუ ასე შემდეგ AI გადაწყვეტები დააინტეგრირო შიგნით, რომ ბევრი იყენებს Google Workspace და პირდაპირ აქ ხო, ანუ მეილთან აქ ინტეგრირებული AI და პასუხის დაწერა გინდა თუ რაიმეს დამატებით მოძიება თუ შენს დოკუმენტებში რაიმეს მოძიება, რომ შესაბამისი პასუხი გასცე თუ ასე შემდეგ. ძალიან აი პატარ-პატარა გადაწყვეტებია, რომელიც დიდ საქმეს უკეთებს თანამშრომელს და ძალიან უმარტივებს და რა ვიცი, დროს უზოგავს მოკლედ რა და არ არის მაინც და მაინც აუცილებელი, რომ შენ თვითონ რაღაცა გლობალური ახალი პროექტი და გეგმო, რომლის ბიუჯეტი მაღალი შეიძლება იყოს შენთვის და შედეგს ვერ ხედავდე, ხო? მარტივი subscription მოდელებით, მარტივი ყოველდღიური სოლუშენები $30-ზე ძვირი რო ყიდეს კაცზე, არ მახსენდება რა, 5-დან $25-მდე კაცზე ხარჯით შეგიძლია ის თანამშრომელი ბევრად ეფექტური გახადო რა და რატომაც არა, ანუ მინიმუმ მაგით დაიწყე. მე ამის შემდეგ მოდის უკვე ცოტა ოდნავ რაღაც საშუალო კომპანიები რო წარმოვიდგინოთ, სადღაც 100-200 თანამშრომელი რო ყავს ესეთი. ანუ მათ უკვე ბევრად მეტი შესაძლებლობა აქვს, იმიტომ რომ 200 თანამშრომელი თუ ყავს ან 100 ნიშნავს, რომ კომპანიას რაღაცა ბრუნვა აქვს, ხო, რაღაც შემოსავალი აქვს და რაღაც ეტაპამდე მივიდა, გაიზარდა
შეიძლება უკვე თავისი core სისტემაც ქონდეს რაღაც რომელსაც იყენებს და უკვე იმაში ERP სისტემა ვქოთ და იმაში მოახდინოს ასევე რაღაც მარტივი გადაწყვეტების ინტეგრაცია და იქ გამარტივება მოკლედ სამუშაოსი, ხო? და მერე ნუ დიდი კომპანიები არის უკვე, რომლებიც თვითონ ქმნიან თავის გადაწყვეტებს. რა ვიცი, სენტიმენტების ანალიზიდან დაწყებული რაც არის, რომ აი რას წერენ ჩემზე, კლიენტები თქვათ მაქედან დაწყებული, რაც credit scoring-ი კლიენტის რომ უნდა გავცე თუ არა ამ ადამიანზე, თქვათ ცესხი, ხო? თუ თქვათ რაღაცა მომხმარებელთან კომუნიკაცია თუ ასე შემდეგ, რა ვიცი, ყველაზე მარტივი თუნდაც AI chatbot-ის დაყენება შენ საიტზე ან სოციალურ მედიაში, ან თქვათ AI call center-ის თანამშრომლის დაინტეგრირება, რომელიც, რა ვიცი, ის საშუალო 1000 კაციან კომპანიას მინიმუმ 40 კაცი მაიწყოს ხოლმე call center-ში და ერთი AI call center-ის აგენტი რო დააყენო, ანუ ბევრად გაგიაფდება მარტო ეგ სერვისი და ერთ მაგალითს ვამბობ უბრალოდ. ამიტომ აი ყველა იპოვის თავისი დოზის და თავისი შესაბამისობის რისი ვთქვათ აწევა შეუძლია ისეთ AI გადაწყვეტას. რა უბრალოდ შესაბამისი ადამიანები უნდა იყვნენ, შესაბამისი ინტერესი უნდა იყოს, სტრატეგია უნდა გქონდეს და აუცილებლად გამოჩნდება გადაწყვეტაც. ყოფილა ხოლმე შემთხვევა, რომ მე თვითონ მithქვამს თქვათ კომპანიისთვის, რომ ჯერ ეს არ გჭირდება, იმიტომ რომ არ ხარ შენ თქვათ იმხელა არ გაქვს ისეთი ბრუნვა და არ გაქვს ისეთი კომპეტენცია, რომ სხვათა შორის ძალიან მნიშვნელოვანი ხელმძღვანელობა შეიძლება რაღაცა გადაწყვიტოს, რომ აი ხა ეს აი ამ რაღაცას ვერ გავთვალიდან, მაგრამ შენ გუნდშიც უნდა გქონდეს ისეთი კომპეტენცია და მზაობა, რომ ამ პროექტის აწევა შეძლო. ხა ყოფილა ხოლმე შემთხვევა, რომ რაღაც სოფტვერი უყიდია ვიღაცას და მერე თქვათ არ ყოლია თანამშრომელი, რომელიც მას გამოიყენებდა ეფექტურად და რეალურად იმ შესაძლებლობებს ამოწურავდა, ასე რომ ვთქვათ და იმ ეფექტს დადებდა, რაც თქვათ იმ ხარჯი მოხდა, ხარჯის გაწევა მოხდა და ამ შემთხვევაში არა მარტო სურვილია მოგესალმებით რომ რაღაც სიახლე დაანერგო, არამედ გუნდიც უნდა გყავდეს შესაბამისი, რომ ამ სიახლის რიგით თანამშრომლამდე მიტანა შეძლოს რა. ძალიან საინტერესო იქნება რო გადავიდეთ აი წინა წლებში მანქანური სწავლებიდან დაწყებული, აი რაღაცანაირად რომ მოვიხილოთ, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო кейსები მომიყევი და ჩემი აზრით ჩვენი მსმენელისთვის ძალიან საინტერესო იქნება ამ გამოცდილებების გაზიარება. ძირითადად ნაწილში მოგიყვები მე რაც ქონია შეხება ესეთ სიახლებთან, სრულებთან და შეიძლება რაღაც რამოდენიმე მაგალითი მოგიყვეთ რაღაც მომიჯნავე ბიზნესებიდან, რომლებთანაც ასევე რაღაც პეთა მქონდა და ვიცი უბრალოდ ისინი რასაც აკეთებენ და ნუ რაც მნიშვნელოვანი იყო ჩვენ გამოცდილებაში არის ის, რომ მაგალითად სადაზღვევო კომპანიაში მქონდა სხვათა შორის აი საბანკო სფეროს შემდეგ საქართველოში ძალიან მოტივირებულია, ასე ვთქვათ, სადაზღვევო სფერო რაღაც სიახლეები დანერგოს და ტექნოლოგიები გამოიყენოს, მაგრამ რეალურად AI-ის გამოყენება თუნდაც მანქანური სწავლების დამოკიდებულია კლიენტების რაოდენობაზე, ანუ რაც უფრო მეტი კლიენტი ყავს, მით უფრო ეფექტურად შეგიძლია, რომ ეს ხელსაწყოებები გამოიყენო, ხო? ანუ როდესაც ვთქვათ, არ ვიცი, 500,000-დან ზევით კლიენტი ყავს, ანუ მათთან რაღაც ინდივიდუალური კომუნიკაცია ძალიან რთულდება და ეს ავტომატიზაციის საშუალებები ხელს ძალიან გიწყობს. რა იყო მოკლედ ის ჩვენი გადაწყვეტა, ესეთი მოდელი, რომელსაც ჰქონდა შესაბამისი ინფორმაცია, ანუ დასწავლილი ჰქონდა კონკრეტული, ვთქვათ, დიაგნოზების და მკურნალობის მექანიზმები, ასე რომ ვთქვათ, და როდესაც ხდებოდა მომხმარებლის მიერ გარკვეული ანაზღაურების მოთხოვნა, ხდებოდა უკვე თვითონ მანქანური დასწავლის შედეგად. იმის შესაბამისობის გამოკვლევა, რომ თქვათ ამ დიაგნოზს რეალურად ეს მკურნალობა შეესაბამება თუ არა. ნუ ასევე ხდებოდა იმის გადამოწმება, რომ ამ მომხმარებელს ეფარებოდა თუ არა ეს სერვისი თავის სადაზღვევო პაკეტის მიხედვით და ავტომატურად გამოქონდა გარკვეული შეტყობინება, რომ ანუ შენ ვთქვათ გეკუთვნის ანაზღაურება ან არ გეკუთვნის. რა თქმა უნდა, ხა ის არ იყო სრულად ანუ მინდობილი სისტემაზე, იყვნენ ადამიანებიც, რომლებიც ამის უკან იდგნენ და თუ რაღაც არასტანდარტული кейსები შემოდიოდა ხოლმე, ამ შემთხვევაში ეს თვითონ მენეჯერთან ხდებოდა, ანუ ვინც იყო ამ გუნდის წევრი და ის განსაზღვრავდა უკვე ამ кейსზე რა ქმედება უნდა განეხორციელებინა სისტემას და როდესაც ადამიანი უკვე ახალ кейსს განიხილავდა, ამ გადაწყვეტილების, ასე ვთქვათ, დასწავლა ხდებოდა სისტემის მიერ და უკვე შემდეგზე, როცა ვთქვათ, მეორე ადამიანის გავს რაღაც სცენარს წარმოადგენდა, სისტემა შეეძლო, რომ ეპასუხა სწორად. თავიდან მოხდა ეს დიდი ნაწილის მონაცემების შეყვანა სისტემაში დასწავლა და მერე უკვე ეტაპობრივად რაღაც ახალი кейსები ჩნდებოდა ხოლმე, მათი დასწავლაც ხდებოდა სისტემის მიერ. ანუ იგივე სცენარი და იგივე რაღაც გადაწყვეტა, ნუ მსგავსი შეიძლება
ჰქონია ავტოდაზღვევის მიმართულებითაც, რაღაც გარკვეული ლოგიკები არსებობდა კონკრეტული თქვათ დაზიანების კუთხით ანაზღაურების ნაწილში და აქაც სისტემას დასწავლილი ქონდა თქვათ რა დაზიანება, რა ზომის არის, რა ჯდება, რა სერვისების გაწევა იქნება საჭირო იმის რომ ეს აღდგენა მოხდეს და ხდებოდა ავტომატური პასუხის გენერაცია მომხმარებლის რომ კი თქვა ჩვენ დაზღვა დაგიფარავს ამ თანხას. ანუ ამ გადაწყვეტების მუდმივად განვითარება ხდება, ესეც მინდა რომ ძალიან კარგად ესმოდეს მსმენელს და ვისაც ეს უშუალოდ შეება არ ქონია შეხება ხშირად არის ხოლმე სტიმულოდინი რომ აი მე ხა ერთ რაღაცას დავნერგავ და ის იმუშავებს, აი 10 წელი იმუშავებს რა, აი როგორც მე ხლა ამ ოფისს ავაშენებ და მე 10 წელი გამოვიყერებ ოფისად. ანუ როგორც თქვათ ოფისს ჭირდება რემონტი, მაგრამ შეიძლება უფრო დიდი ხნის მერე დაჭირდეს, ასე არის სისტემებსაც, ხო, მუდმივად ჭირდება განახლება, მხარდაჭერა და ეს არის ხოლმე რაღაცა მუდმივი ხარჯი და მე მქონდა ხოლმე ესეთი ვიგნება, რომელთაც მე ვიგერიებდი ხოლმე ადამიანებს, რომ თუ თქვათ შენ არსებულ სისტემას არ ცვლი და არ ანახლებ, ესე იგი ის წარუმატებლად დანერგე და არავის არ ჭირდება. ანუ თუ სისტემა ითხოვს განახლებას, ცვლილებებს და maintenance და support-ს, ნიშნავს რომ ამ სისტემას ვიღაც იყენებს და უბრალოდ რაღაც ახალი იდეები გაუჩნდა ხალხს, ახალი საჭიროებებია და უკვე უნდა განავითარო რა. ანუ ეს კარგის ნიშანია, რომ სიახლეები ჭირდება სისტემას და არა ცუდის, რომ აი ცუდად გაგიკეთებიათ რა რაღაც. ანუ განახლება და მხარდაჭერა არ ჭირდება მხოლოდ ჩავარდნილ პროექტს, რომელსაც არავინ არ იყენებს. კიდევ აი სამედიცინო კუთხით ხა რომ გავაგრძელო თემატიკა, ნუ კლინიკები იყენებენ ძალიან აქტიურად საქართველოშიც მათ შორის ძალიან კარგად შევიდა. აი ხო იმას ვამბობდი წეხან რომ აი დეველოპერების და მარკეტერების მერე კლინიკებს ავადმყოფებმა აითვისეს, მოკლედ ან მედიცინაში ძალიან არის შეჭრილი ასე რომ ვთქვათ ეს AI გადაწყვეტები, ხო? ანუ კლინიკების დონეზე არის რაღაც რენტგენის წაკითხვა, მედიკამენტების suggestion-ები, ეს კურნალობა უნდა დაუნიშნო პაციენტს ესეთი ისტორიისთან. ძალიან რთულია ხოლმე სამედიცინო პერსონალისთვის მთელი ისტორიის გადახედა. ანუ შეიძლება ერთი ადამიანი ერთ კლინიკაში დადიოდეს 5 წელი მაგალითად, ხო და ექიმთან რომ მიდის, ანუ იმ ექიმმა ის 5 წლის ისტორია უნდა წაიკითხოს, ან მოაყოლოს პაციენტს, ან ფურცლები გამართოს და გადახედოს, ხო და ამ დროს ეს სისტემაში არის ინტეგრირებული, ანუ არსებობს ეს მონაცემები და რა ვიცი, ჩვენზე ბევრად სწრაფად შეუძლია AI-ის რომ ეს ინფორმაცია თუ სწორად გაგდალაგებული შესაბამის ბაზაში გაანალიზოს და გითხრას, რომ აქ რაღაცა რისკია, არ ვიცი, 2 წლის წინ ქოლესტერინი კარგი ქონდა, მაგრამ ეხლა ცუდი აქვს უკვე მნიშვნელოვნად არის გაუარესებული. შეიძლება ნორმაშიც კი ჯდებოდეს, მაგრამ წინამაჩვენებელთა შედარებით იყოს გაზრდილი სიმარტივისთვის ვამბობ ახლა ამ მაგალითს, ხო და აქ უკვე ხდება რეკომენდაციების მიცემა მათ შორის ექიმისთვის, რომ აი ამას მიაქცია ყურადღება. საბოლოო გადაწყვეტილებას რა თქმა უნდა ექიმი იღებს, ახლა არ არის ჯერ ესე საქართველოში მე ყოველთვის არ მინახავს, რომ თლიან სისტემაზე იყოს გადაწყობილი პასუხისმგებლობა, მაინც ექიმი არ შეხვდები, მაგრამ ექიმის დამხმარე არის ამ შემთხვევაში ეს ხელსაწყოები, რომ სწრაფად გაუმანალიზოს მონაცემები, ყურადღება მიაქცევინოს მნიშვნელოვან რაღაცაზე და ამის მიხედვით მიიღოს გადაწყვეტილება მკურნალობაზე. თვითონ მომხმარებლის დონეზეც არის ძალიან ბევრი ავტომატიზაციები ამ სამედიცინო კუთხით, რომ რაღაც შეხსენებები, ვთქვათ, ეხლა ჩეკაპს ამისვლა გიწევს, ეხლა ეს წამალეგად დასალევი, ანუ უკეთ მაგნაწილში ძალიან გეხმარება ტექნოლოგია და მათ შორის, ვთქვათ, ეხლა ჩვენ რაზეც გვაქვს, ვთქვათ, ნებართვა მიცემული, ხო, ჩვენს ტელეფონზე იქნება თუ საათზე, მუდმივად ხდება რაღაცის კონტროლი, ვთქვათ, ჩვენი ქცევის და მაგის მიხედვით რაღაც რეკომენდაციების მიცემა. ვთქვათ, სამედიცინო დარგი არის ერთ-ერთი მოწინავე ტექნოლოგიების ადაპტაციის და AI-ის დანერგვის კუთხით. ნუ იმაზე აღარ მაქვს საუბარი, რომ ხა კლინიკაში როგორც ნებისმიერ ბიზნესში რაღაც კოლ-ცენტრის ავტომატიზაცია ხდება და რაღაც ჩაწერის და ასე შემდეგ, ანუ ესენი ხდება, მაგრამ ეს ხა არის ზოგადი, ხო, ყველა ბიზნესისთვის და უფრო სპეციფიურად დარგობრივი, მოკლედ ეს სიახლეა. ფინტექთანაც მქონია მე შეხება და კრიპტო ბიზნესთანაც და იქაც რა ვიცი, ანუ იქ ძალიან ბევრი რაღაც ხდება, იმიტომ რომ სრულად ციფრული სერვისებია და იქ ყველაზე მარტივია და გუნდებით ყავთ მოკლედ ამ კომპანიებს ისეთი, რომელიც მოკლედ შესაბამის მზაობა აქვს ამ ცვლილებების გამოსაყენებლად და დასანერგად და იქ ბევრად მარტივი არის, იმიტომ რომ თითქმის ყველა თანამშრომლის ციფრული ლიტერასი, ასე რომ ვთქვათ, ძალიან მაღალია და რაღაც სიახლეზე რო ლაპარაკობ, რაღაც სხვის არავინ არ აგიბზუებს, ხო? პრინციპში წეხანაც ვახსენე, რომ ხდებოდა ტრანზაქციების გადამოწმება, რისკების დადგენა, თვითონ მომხმარებლის რისკის დადგენა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ფინანსურ სექტორში,
ფულის გათეთრების საწინააღმდეგო პოლიტიკები აქვს ყველა საფინანსო ინსტიტუტს და მაგის კუთხით მოკლედ დეტექცია იმის, რომ რაღაც ესეთი ფულის გათეთრების რისკი ხო არ არის ამ ტრანზაქციაზე და ძალიან ბევრი სოლუშენი არის, მოკლედ მაგ ნაწილშიც, რომელიც მე თვითონაც დამინერგავს და დიდ ბრენდებთანაც მითანამშრომლია, Google-თან, Apple-თან, Mastercard-თან, სპეციფიური არის კრიპტოს მიმართულებით რამოდენიმე და არ ვიცი რამდენად ეცოდინებათ LexisNexis-ი და ასე შემდეგ. მოკლედ, ყველა გთავაზობს თავის რაღაცა საბაზისო პაკეტთან ერთად, პლუს რაღაცა აი ამ უფრო high class ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებას, რომელიც რა თქმა უნდა რაღაცა თანხის სანაცვლოდ შენ რაღაც რისკებს გიფარავს და მე შენ როგორც კომპანიის ხელმძღვანელმა მენეჯერმა უნდა მიიღო გადაწყვეტილება გიჟეშ თუ არა თქვა ამის დანერგვა და გამოყენება რა. და სხვა ძალიან მოტივირებულები არიან ხოლმე რომ ეს რაღაც აი დამატებით სერვისები შეიძინა. ხა თუ თქვა კლასიკური სერვისებიც მათი აქეთ შეიძლება ერხვეწოს რომ თქვა მას ჩაქვსონ pipeline-ში და დაგანერგინონ და ინტეგრაცია გააკეთებინონ, თუ საქმე მიდის უკვე რაღაც სიახლეზე, თქვა რაღაცა ისეთ არასტანდარტულ მათთვის სერვისზე, იქ ძალიან მოდომებულები არიან ხოლმე რომ მიყიდონ კლიენტებს ასე რომ თქვა ეს სერვისები, იმიტომ რომ თვითონაც უნდათ ამ ბაზარზე თავის დამკვიდრება და ასე თქვა შესვლა რომ მე რაღაც ეს success case-ები სხვა კლიენტებს მიყიდონ ასე რომ თქვა რომ აი ვიღაცასთან უკეთ ამ სერვისის გამოყენება უკვე ხდება. სამშენებლო კუთხითაც შემიძლია და ფინანსური კუთხითაც რო გითხრათ, ერთს გეტყვით უბრალოდ რომ აი სამშენებლო დარგით საქართველოს სამწუხაროდ ვერ დაიკვეხნის რაღაც ტექნოლოგიური სიახლეებით უფრო ხდება ისეთ ტრადიციულ ნაწილში გამოყენება, როგორიც არის თქვათ შეიძლება იყოს ეს რაღაც მარკეტინგული კომუნიკაცია თან ან მომხმარებელთან კომუნიკაცია, მაგრამ საოპერაციო დონეზე მაინც ისეთი თქვათ დანერგვები და რაღაცა ისეთი გამოყენებების кейსები არ გვაქვს ხოლმე. ძალიან ბევრი სამშენებლო კომპანიის რაღაც წარმომადგენლებთან მაქვს კომუნიკაცია და აი უდიდესი უმრავლესობა Excel-ს იყენებს კვლავ თავისი მონაცემების შესანახად და რაღაც თქვათ პროექტის დასაგეგმად და ასე შემდეგ. ჩვენ გვქონდა რაღაცა პატარა მოდელი ვით-გაკეთებული, რომელთაც ვახდენდით ხარჯთაღრიცხვის მე რეალურ ხარჯებთან შედარებას და ნუ ამ ნაწილში გვაძლევდა კარგ საშუალებას, რომ რაღაც ეფექტურები ყოფილიყავით. თუმცა ესეც რაღაცა ამოგლიჯილი ნაწილი არის რა, აი რომ გითხრათ რომ ყველგან, ანუ ყველა პროცესში იყო გამოყენებული ეს ტექნოლოგიები, არ იქნება სწორი და სამწუხაროდ ჯერჯერობით არ არის მოკლედ ესეთი მიმღებლობა ამ დარგში და ნუ მე იმედია მიბაძავენ უცხოელებს და ნელ-ნელა დაიწყება სხვების მიერაც ეს ამ ტექნოლოგიის სიახლეების გამოყენება. ხა კოლეგისგან ასევე ერთ-ერთ სხვა ორგანიზაციაში დასაქმებული ადამიანისგან გამიგია ეს რაღაც რომ აი გვაქვს ეს დიდი გეგმებიო გაკეთებული პროექტის და რაღაცა და აი აპდეიტი არ ხდება. ანუ როდესაც ანუ შესაბამისი მზაობა არ არის კომპანიის მხრიდან რომ ტექნოლოგია გამოიყენოს მის თავისივე სამუშაო პროცესში გადასაჭერად, ნუ რთულია იქ ხა მე რაღაც შედეგებზე საუბარი და მაინც უფრო ტრადიციულად მოყვებიან ამ პროცესს. ჩვენი ახალი შედარებით ახალი კომპანიის შესახებ კითხე აკურაის შესახებ და გეტყვით რომ ეს არის ბუღალტრული საგადასახადო და ფინანსური სერვისის აუთსორსი. ძალიან ტრადიციული ბიზნესია ხა რეალურად საქართველოში და მსოფლიოში, თუმცა ჩვენ ვცდილობთ რომ რაღაცა სრული შევბეროთ უფრო ტექნოლოგიურ სიახლეებს, რომელიც პირველ რიგში ჩვენ გაგვიმარტივებს ცხოვრებას და საქმეს და გაგვდის უფრო ეფექტურს და ხარისხიანს, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ხა კლიენტს მაინც დიდად არ ადარდებს ნებისმიერ სფეროში, გინდა სამედიცინოში და გინდა, რა ვიცი, სამშენებლოში. შენ ახლა რა ხელსაწყოებით მართავ შენს ოპერაციებს, მისთვის თავარი შედეგი ხო, რომ პაციენტისთვის მნიშვნელოვანია რომ სწორედ დანიშნულება მისცეს ექიმმა, რაღაც არ ვიცი, უნივერსიტეტის სტუდენტისთვის მნიშვნელოვანია რომ განათლება მიიღოს და ასე შემდეგ. ანუ ყველა მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია რომ ის სერვისი მიიღოს ხარისხიანად, რომელიც მას ჭირდება და შენ მაგას გააკეთებ, რა ვიცი, 50 ბუღალტრით, რომელიც რაღაცა კალკულატორზე ანგარიშობს რაღაცას, თუ სისტემით, რომელშიც ეს რაღაცები ავტომატიზირებულია, საბოლოო ჯამში ეს შენი ეფექტურობა არის და შენი ხარისხია. ამიტომ ჩვენ მაგ კუთხით წავედით, რომ ცოტა ახლებურად შეგვეხედა ჩვენ თვითონ შეგნით ოპერაციებს, გვაქვს cloud-ზე ERP პროგრამა, რომელიც არ არის ქართული, არც რუსული, იმიტომ რომ არის საკმაოდ მოდებული საქართველოში რუსული გადაწყვეტა და თვითონ მოკლედ ეს ERP სისტემა არის ძალიან ტექნოლოგიურად advanced, ასე რომ ვთქვათ, და სულ ანუ ამატებენ მოკლედ ახალ ფუნქციონალს და ეხლა ნოემბრისთვის უკვე არის დაგეგმილი AI აგენტების ინტეგრაცია. ნუ ეხლა ბევრი ავტომატიზაცია უკვე თვითონ გაკეთებული შეგნით და ამ წუთასაც შეიძლება ბევრი
ფუნქციონალის გამოყენება, მაგრამ უკვე ამ AI აგენტებსაც გეგმავენ. ჩვენც ახლა არაქართულს ვიყენებთ ამ შემთხვევაში და შეიძლება არ არის სწორი ამაზე აქცენტის გეკეთება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ძალიან წინ არიან ტექნოლოგიურად და ბევრ რაღაცას უმარტივებს მომხმარებელს და ჩვენ შესაბამისად რომ ეს ხარისხიანი სერვისი გაუწიოთ მომხმარებელს და ახლა ისე თვითონ გარე კლიენტებთან საკომუნიკაციოდ როგორც AI ჩატიც გვაქვს და რაღაც ახლა ის ბაზისური არის მგონია უკვე რა, როგორც ვთქვათ, კომპიუტერი და ინგლისური უნდა იცოდე. 20 წლის წინ რაღაც ესეთია, ხო, რომ რაღაც AI ჩატი უნდა გქონდეს და მე შეგინთ ოპერაციებს როგორ აწყობდა, რომ მართლა ეფექტური შეგიძლია გახადო შენი გუნდი და მათთვისაც ადვილი იყოს მოსაწყენი საქმეა საკმაოდ ბუღალტერიის კეთება, ხშირად რუტინული სამუშაოების წევს და თვითონ ძალიან დიდი მიმღებლობა აქვს მოკლედ ამ ტექნოლოგიური სიახლეების და ცვლილებების და ეს კარგია, იმიტომ რომ საბოლოოში თვითონ თანამშრომელიც როცა არის უკვე უკმაყოფილო იმით, რომ რაღაცის კეთება უწევს ხშირად, მაგრამ ისინი ახეთ ითხოვენ ხოლმე, რომ რაღაც სიახლე დავნერგოთო და ისინიც არიან ხოლმე მოკლედ ინიციატორები სიახლის დანერგვის, რომელსაც მე რა თქმა უნდა ჭირდება ხელმძღვანელობის მხარდაჭერაც. გადავიდეთ ბოლო ნაწილსაც და იხედვა რომ მითხრა შენი რას მოიაზრებ ადამიანის ფაქტორზე, ასე ვთქვათ, ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით, საით მიდის გზა საერთოდ და რა შეხედულება გაქვს თითქმის ყველა სტომარს ვეკითხები, რა რისკებს ხედავ უფრო სწორად, რა საფრთხეებს ხედავ ადამიანის ფაქტორი რა შემდგომარეობს და ასე შემდეგ, აი ცოტა ფილოსოფიაც რო შევურიოთ და აი რაღაცა ხედვა სამმავლო ხედვაც რო ჩამოვაყალიბოთ. მაგაზე მე ძალიან ხშირად ვფიქრობ, ხა იმ კუთხით არა ვარ რომ ეშინია რომ AI ჩამანაცვლებს, ანუ ნეტა ჩამანაცვლებდეს რაღაცეებში და მე სხვა რაღაცას გავაკეთებ იმ დროს. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ადაპტაცია მოხდეს AI-ის გამოყენებასთან, AI ხელსაწყოებთან, იმიტომ რომ უბრალოდ ეს კომპეტენციურად ძალიან უკან დაგწევს, ანუ შენ თუ არ იყენებ ამ ხელსაწყოებს, აუცილებლად შენს გვერდზე გაჩნდება ადამიანი, რომელიც იყენებს და ის გაჯობებს დროშიც თუნდაც ყველაზე მეტად მახსოვრობაში შეუძლებელია რომ ყველაფერი გახსოვდეს ყველა კომპანიაზე, ყველა კლიენტზე, ყველა პროცედურა, რა ვიცი, არის ორგანიზაციები, შეიძლება 500 პროცედურა ქონდეს და ძალიან რთულია ამ ყველაფრის მუდმივად დამახსოვრება, გადამეორება, გადაკითხვა. სამშენებლო რეგულაციები მაგალითად არის უამრავი და ერთ-ერთი რეგულაცია მაგალითად აი სახანძრო უსაფრთხოების არის 534 გვერდი და აი, რო დავუთო მაგას დრო და ერთხელ წაიკითხო, ალბათ რაღაც მინიმუმ ერთი თვის მერე მაინც დაგავიწყდება და ანუ ესეთ რაღაცეებში ვინც თქვა ხელოვნურ ტექნოლოგიას იყენებს აუცილებლად შენზე წინ იქნება, იმიტომ რომ უბრალოდ დაიხმარს მას როგორც თავის ასისტენტს. ადრე ხო ყავდა, რა ვიცი, აი ყველას დიდ ორგანიზაციაში ყავდა ან ასისტენტი, ან ჯუნიორი, ანუ ვიღაც, რომელიც რაღაცა კონკრეტულ სამუშაოს უსრულებდა და რაღაცაში ეხმარებოდა და ესეთი ხელსაწყო არის ამ შემთხვევაში AI ხა დღეს ვისაუბრებოდი ზუსტად ერთ ადამიანს, რომელიც მუშაობს კოლ-ცენტრის ავტომატიზაციაზე, ანუ აგენტი ყავს, რომელიც რეკავს როგორც მიმღებს, ასევე გამავალზარებს აკეთებს და რა ვიცი, რიგით ადამიანს თუ შეუძლია რომ დღეში ვთქვათ 40 ზარს უპასუხოს, ამ AI აგენტს შეუძლია რომ 10 ზარს უპასუხოს პარალელურად და რა ვიცი, ულევა დაუღლევა ჭამა არ ჭირდება მოკლედ და 20 საათიანია თან. ანუ აი წარმოვიდგინეთ ხა მისი პროდუქტიულობა ერთ ადამიანთან მიმართებაში. ანუ ერთი აგენტი არის 10 ადამიანი, რომელიც მუშაობს არა 8 საათი, რომელიც რეალურად 5 საათია, იმიტომ რომ ხან არ ხარ მოტივირებული, ხან თავი გტკივა, ხარ რაღაც, ხო, ახლა ეს 8 საათს რო ეძახით, ეგეც დათვლილია და რეალურად არის ეფექტური 5 საათი. ისიც ანუ თუ პატიოსანია თანამშრომელი და ორიენტირებულია საქმის გაკეთებაზე. და ამ დროს გვერდზე ყავს რაღაც AI აგენტი, რომელიც მუშაობს 24 საათი შვებულების გარეშე, შაბათ-კვირასაც. რა თქმა უნდა, ეს ტექნოლოგიები ძალიან წინ წაწევს ყველა ბიზნესს და თვითონ ადამიანს ვინც ამას იყენებს და იმისის ახლა დიდად ამჯერა რომ მაინც ჩვენ ჩაგვანაცვლოს ესე პირდაპირ, თუმცა ანუ მაგაზეც ხა ბევრი მონაცემი მიდება, რომ შეიძლება რაღაც კონკრეტული ძველი სამუშაოები, რაც აქამდე ვაკეთებდით, ისინი იმის კეთება აღარ მოგვიწევს, მაგრამ რაღაც ახლის კეთება აუცილებლად მოგვიწევს და ამიტომ არის მნიშვნელოვანი რომ ჩვენ სულ ვიყოთ. აი მე თვითონ პირადად აი დღე არ თუ რომელიმე დღე ისე მოხდა რომ ვერ მოვიცალე რაღაც სიახლის გავეცნო, ძალიან წუხარ ხოლმე. მინიმუმ 9 საათს მაინც ვუთმობ შესაბამის რაღაცა ნიუსლეტერი იქნება თუ რაღაც რელევანტური ვებგვერდი თუ ასე შემდეგ და რაღაც სიახლეს გავეცნო, იმიტომ რომ ამის გარეშე უბრალოდ შეუძლებელია რომ დარჩე, ანუ მეც კი ძალიან ბევრი ინფორმაციას ვერ ვიგებ, იმიტომ რომ უბრალოდ მაგდენი დრო არ არის რომ ყველაფერი. კი, ძალიან ბევრია ინფორმაცია რეალურად და დაღუპული ხარ. მნიშვნელოვანია რომ ჩვენთან დავრჩეთ რელევანტურები, თქო, ერთადერთი წუხილი რაზეც მაქვს მე არის ის რომ აი
ყოველთვის იყო ხოლმე ისტორიულად, რომ entry level-ზე დაბალ საფეხურზე შესვლისა კომპანიებში იყვნენ ხოლმე რაღაცა დამწყებ ადამიანებს, ხო, ჯუნიორებს, ხო, ან ახალ კურსთან მთავრებულებს და ანუ აი ისინი რასაც აკეთებდნენ ხოლმე მოკეთ ის სამუშაოები ძალიან ჩანაცვლდება ტექნოლოგიებით. მაგალითად, აი ძალიან მარტივი მაგალითი რო გითხრათ, ნებისმიერ ეხოსკოპისტთან რომ შეხვიდე, გვერდზე უზის ადამიანი, რომელიც რაღაც დასკვნის დაწერაში ეხმარება, ხო, რაღაც ექიმი კარნახობს, რომ რაღაცის სიგანესი რაღაცა და ვიღაც ზის კომპიუტერთან და ამას ბეჭდავს, ხო? ანუ ეს არის უმარტივესი სამუშაო, რომელიც შეუძლია რომ ხელოვნურ ინტელექტს გააკეთოს და შესაბამისი დასკვნა დაგიწეროს და მე რაღაც პაციენტს გაატანო, ხო, შესაბამისი დასკვნა. რა ვიცი, სხვა დარგის კომპანიებშიც, ხო, ანუ იმას რასაც აკეთებდა ჯუნიორი, ეხლა აკეთებს სისტემა და მე რაღაც ამაზე ვეძებდი ინფორმაციას და მსოფლიოშიც მოკლედ შეინიშნება ეს ტენდენცია, რომ სადღაც 20%-ით არის შემცირებული entry level ჯობების განცხადებები რა, ანუ აღარ ეძებს კომპანია დამწყებ თანამშრომელს და ნუ ეს გარკვეული გამოწვევა არის, იმიტომ რომ დამწყებები არსებობენ. ხო, ანუ უამრავი ადამიანი ამ თავ. რაღაცით ხო უნდა დაიწყოს ადამიანმა, ანუ როდესაც რაღაცით ხო უნდა დაიწყოს. ესეა და მოკეთ, ანუ მათთვის კონკურენცია მძაფრდება და ანუ ეს შესაძლებელობაა, ხო, როგორც ყოველთვის, ანუ რაღაცა სირთულე არის შესაძლებლობა ვიღაცისთვის. ანუ მათთვისაც არის შესაძლებლობა ეს, რომ რაღაც თვითონ გაერკვნენ ტექნოლოგიებში და თავისი ტრადიციული სერვისები, ტრადიციული პროფესია მიყიდოს დამსაქმებელს უკვე ამ სიახლის ჭრილს. განახლებული, კი. ანუ და სწავლა ახლა ძალიან მარტივია, იმიტომ რომ უამრავი უფასო და ფასიანი რესურსი არის ხელმისაწვდომი ინტერნეტის მეშვეობით, რომელსაც თუ შეგიძლია დაждდა ნებისმიერი ახალი პროფესია ნულიდან ისწავლო ნებისმიერ ასაკში. განსაკუთრებით ახლა ახალგაზრდა რო ხარ და შენი ათვისების უნარი ბევრად მეტია, ვიდრე ვთქვათ, რაც შეიძლება მე რაც ასაკი გემატება და ამიტომ ეგ არის, რომ ანუ დამწყებებს მოუწევთ უფრო ვთქვათ ადაპტაცია ამ სიტუაციასთან. ასევე პრობლემა არის ცოტა ზედა ასაკის ხალხთან მიმართებაშიც, იმიტომ რომ ისინი ცოტა უკვე ვეღარ ეწევიან ტექნოლოგიებს და ხდება რაღაცა მათი შესაბამისობის, ასე ვთქვათ, კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, იმიტომ რომ ამ ტექნოლოგიებთან ვეღარ არიან ადაპტირებულები რა. თუმცა ბევრ კომპანიას და მათ შორის მესაც მიმუშავია, ჩვენ მქონდა ხოლმე ესეთი მიდგომა და ნუ მეც ეხლა ვაგრძელებ ამ მიდგომის და ეს იყო რაღაც ევროპული მიდგომა, იმიტომ რომ ჩემი დამსაქმებელი კომპანია იყო ევროპული, რომ აი ფაქტობრივად არ ხდებოდა თანამშრომლის გაშვება სამსახურიდან რა, ყოველთვის ხდებოდა რაღაც ტექნოლოგიის დანერგვასთან ერთად ფიქრი იმაზე, რომ ეს ამ თანამშრომლის ცოდნა რესურსი რა შეიძლება რომ გამოვიყენო და მისი რაღაც სხვა როლში წარმოჩენა, მისი სხვა როლში გამოყენება, ну, რა თქმა უნდა, თანამშრომლის თანხმობით და კომპანია იზრდებოდა ისე, რომ ტექნოლოგიებს ნერგავდა, ოპტიმიზაციას აკეთებდა, უფრო მეტი საინტერესოა. უფრო მეტი კლიენტის მომსახურების საშუალება ქონდა იგივე გუნდით. ანუ რეალურად ხალხს არ ვწდიდა, თქვა წინა წლებში თუ ახალ თანამშრომლებს აიყვანდა იმის, რომ კლიენტები რო გაეზრდებოდა, მათ მოსახურებოდა იგივე გუნდით იმისთვის, რომ არ გაეშვა თანამშრომელი სამსახურიდან, ხდებოდა მათი გადაკვალიფიცირება უკვე რაღაცა სხვა მომიჯნავე როლში, რომლის შესრულებაც მას კარგად შეეძლო. ხო და აი ეს რა თქმა უნდა კომპანიის სტრატეგიაზე ასევე დამოკიდებული როგორ მოეპყრობა თანამშრომელს, თუმცა ну თუ ვირმეს წუხილი აქვს რომ ტექნოლოგია ჩაანაცვლებს, ყველაზე მარტივი საშუალება რომ თვითონ გახდეს იმ ტექნოლოგიის მარტივი. ხა ხშირად ყოფილა ხოლმე ეს რაღაცა მაგალითად ჩემ მეგობარს უხუმრია რომ ესე ცოლი მოვიყვანეო და მე მიგდებს იმის რობოტ-ტრესასრუტის ფოტოს. ანუ რაღაც რობოტი ტრესასრუტი რაღაცა სამუშაოს სახში უსრულებს და ანუ თუ გვეშინია მოკლედ იმის რომ ტექნოლოგია ჩაგვანაცვლებს, აუცილებლად ჩვენ თვითონ უნდა გამოვიყენოთ ეს ტექნოლოგია ჩვენს გასაძლიერებლად, რომ არა მხოლოდ ჩვენი ტრადიციული თქვა ცოდნა და უნარი გქონდეს, არამედ უკვე ეს ტექნოლოგიური ცოდნა და უნარიც გქონდეს. სხვათა შორის მე მაგაზე მაქვს ესეთი გამოცდილებაც, რომ გარკვეული ასაკიანი ადამიანები, ესეც ხო ხდებით ძალიან პიროვნულია, ძალიან მოტივირებულები არიან ხოლმე, რომ სიახლე ისწავლონ. ანუ ერთ-ერთი პროექტი იყო ჩვენი ავტომატიზაცია გავაკეთეთ პროდუქტების გაყიდვის და ნუ საკმაოდ რაღაც ხელსაწყოზე დამოკიდებული ინოვაცია იყო, ანუ საჭირო იყო როგორც პლანშეტი, ასევე გადახდის ტერმინალი და ნუ ხე კლასიკურად კომპიუტერი ყველა თანამშრომელს ჰქონდა და ეხლა სამი დივაისი საკმაოდ ის არის უკვე, ხო, ადამიანისთვის, რომ აი
ლეპტოპი გაქვს, ან კომპიუტერი გაქვს, კიდე პლანშეტი გაქვს, რომელზედაც ეს გაყიდვა უნდა გააკეთო და გადახდის ტერმინალი გაქვს და მობილურიც გიდევს ჯიბეში, მაგრამ აი ყველაზე მეტად მონდომებულად ისე რომ შაბათ კვირას მირეკავდნენ ეს თანამშრომლები, რომ გულისხმობ აი 60+ თანამშრომლებს, რომ აი რაღაცას ვერ ვაკეთებ, გავიჭედე და დამეხმარე. აი ყოველთვის ძალიან მონდომებულად ვცდილობ ხოლმე, რომ ესეთ ადამიანებს, რომლებიც მონდომებულია, რომ ისწავლოს, თქვა ეს ახალი ტექნოლოგია, მაქსიმალურ ყურადღება დავუთმო მე თვითონ, რომ მათთვის გავამარტივო ადაპტაციის პროცესი და მერე უკვე სხვა თანამშრომლები ახალგაზრდები რომ რაღაცას იტყოდნენ ხოლმე, აი ამ ადამიანმა ისწავლა გამოყენება და შენც შეგიძლია შეუძლებელია რომ შენ ვერ შეძლო, როცა აგერ უფროსი თაობის ადამიანი ესე კარგად იყენებს და რა ვიცი, ამ კონკრეტულ პროექტში ერთი თანამშრომლის გაეფექტურება ქონდა 4-ჯერ გაეფექტურდა მოკლედ მისი პროდუქტიულობა და ძალიან ბედნიერები იყვნენ საბოლოო ჯამში და ესეა ხო როგორც ახლა ის თქვათ რაღაცა 3 და 5 წლის წინანდელი ტექნოლოგიური პროექტები მათ აეფექტურებდა, ესე გაეფექტურებს AI-ს თუ ისწავლე და გამოიყენებს სწორად. ძალიან კარგია ეგა, ძალიან პოზიტიური ტონით დავასრულეთ ეპიზოდი, ესეთი დასასრულე გქონდა, რომ ძალიან მოხიბლული დავრჩი, იმიტომ რომ კი, გეთანხმები აბსოლუტურად ყველაფერში, ზუსტად ეგ არის ერთადერთი გამოსავალი, ადაპტირება და ასე ვთქვათ, სწავლა და განვითარება. და ანუ ევროპული ორგანიზაციის მაგალითი რო თქვი, ალბათ ეგ აბსოლუტურად შესანიშნავია, რომ კი, ეგ არის ორგანიზაციის მხრიდანაც საუკეთესო, რომ გამოიყენოს ყველას გამოცდილება და მაქსიმალურად დაალაგებული ორგანიზაციული პროცესებით მოახდინოს გადასვლა ყველანაირ ახალ ინოვაციურ ტექნოლოგიაზე, ასე ვთქვათ. ძალიან დიდი მადლობა ეკა, ძალიან საინტერესო ეპიზოდი გამოგვივიდა, სასიამოვნო იყო ძალიან შენი მოსმენა, ძალიან საინტერესო გამოცდილებები გაგვიზიარე. იმედია მომავალშიც დაგვითმობ ერთ ეპიზოდს და მოახერხებთ ჩაწერას აუცილებლად სხვა ახლები თუ გვექნება სიამოვნო. კი, აქტუალურ საკითხებზე. დავამშვიდობები ჩემს მსმენელსაც, შევხვდებით მომავალ ეპიზოდებში, ძალიან საინტერესო სტუმრებით და ძალიან საინტერესო თემებით ჩვენი მთავარი თემის ირგვლივ. დაგემშვიდობებით, ნახვამდის და დროებით. თორნიკე, მადლობა, ნახვამდის.